Zasasვლელი არსად მაქვს. Mama, ვინ არის? გაჩერდი. ნაბიჯი არ გადმოდგა. დევა. მე სხვა არავინ მყავს. შემომიშვი ყველაფერს აგიხსნი. უკვე ყველაფერი მოვისმინე. მამა ჩემმა მიამბო. მაშინ როცა დედის სითბოს და სიყვარულის გარეშე ვიზრდებოდი. როცა მისი სიკვდილით გამოწვეული სევდა მტანჯავდა, შენ ზაფერის შვილებზე ზრუნავდი. შენ გამო, შენთან რომ დაბრუნებულიყავი. შენ რა ხუმრობ? შენ მაშინ მე უნდა დაბრუნებულიყავი. გავიქცეოდით, მაგრამ ყველანი ერთად. გამოსავალს ვიპოვიდით. არასდროს დავიჯერებ, რომ მოსიყვარულე დედა შვილს მიატოვებს და ტანჯვისთვის გაიმედებს. შენი საქციელი უპატიებელია. შვილო, მომისმინე. ამბობ, რომ არავინ ყავს? როცა მიმატოვე, მეც არავინ მყავდა. მარტო დამტოვე, ახლა კი შენი ადგილი ჩემს სახლში არ არის. გასაგებია? აქ მოსვლა აღარ გაბედო. დევა. დევა. შეგიძლია ზურგი შემაქციო, გამაგდო. მაგრამ მე არ დაგტოვებ. დევა. არ წავალ, სანამ არ მაპატიებ. ფეხს არ მოვიცვლი, დევა. საბუთები მზად როდის იქნება? აქ ვეღარ დავრჩები, უნდა გავქრე. შვენიერია. კარგი, ხვალ დილით მოვალ. არა, საქმე ფულს არ ეხება. ფული მზად მაქვს, ყველაფერი რიგზია. შემიძლია ხვალ რომ მოვალ, მოვიტანო. კარგი. გასაგებია, ხვალ მოვიტან. კარგი. რა საშინელი დღე იყო. ვეფა. ჩემი ძმა სად არის? თავის ოთახშია. უნდა დამეხმარო. რით? დამბერდი რომ ამის შესახებ არავის არაფერს ეტყვი. პირდები. მერტი. მიდის. ჩემი მიტოვება გადაწყვიტა. მინდა რომ შეეჩერო. გულენდამ. დედა გარა სიამაყეზე ელაპარაკებოდი. სად არის შენი სიამაყე? შენგან მიდის, რატომ იჭერ? გაუშვი. რაში გჭირდება ის, ვისაც არ უნდიხარ? რაში გჭირდება? არასწორად გამიგე. მინდა რომ მისი გეგმების შესახებ გაიგო. უპოვო საბუთები, მტკიცებულებები, ნებისმიერი რამ და ჩემს ძმას უჩვენო. მას ჩემი ძმა დასჯის. დარწმუნებული ხარ გულენდამ? ხომ იცი არ დაინდობს? რაც უნდა გადაწყვიტოს, თანახმა ვიქნები. შენ მტკიცებულება იპოვე. მიდი, დროზე გამოდი, რაღაც უცდი. რაღაც აკეთებ. ეს რა არის? თქვი? მომეცი. გულენდამი უკვე დაკარგე. ახლა რა სიზამ? მითხარი, ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები. ჩემი ცოლი ჩემზე უარს ასე მარტივად არ იტყვის. გრძნობების ზედმეტად გჯერა. ქალებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. დღეს უყვარ ხარ, ხვალ აღარ. წამოდი გავიაროთ. სად? წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებ. სადაც გინდა წამიყვანე. იარე. მოვდივარ. ღმერთმა დაგწყევლოთ.
დაჯექი. შენც მოდიხარ. მოვდივარ. ერთად გავისეირნოთ. დევა, ქვაბი გადმოდგი, თორემ დაიწვება. ოხ, ფირუზე. საკუთარი ცხოვრებაც დაანგრიე და შვილისაც. არ წასულხარ. სანამ დევა არ მაპატიებს არ წავა. არ მთხოვო. ადექი, თორემ გაცივდები. შემომიშვებ? ყველა ჩემ გარდა. როგორ ჩანს ბედნიერება არ დამიმსახურებია. ჩემთვის მიუღწეველია. აქ რას აკეთებ? კარგად ვერ აგიხსენი? ამ სახლში შენი დანახვა არ მინდა. რატომ შემოუგვში? შვილო, ასე ნუბრაზობ გარეთ სივა გინდა რომ ქუჩაში დავტოვო? სწორედაც. ქუჩაში დარჩეს, გაიყინოს. არ მაინტერესებს რა მოუვა. დევა, წასასვლელი არცად აქვს. მთელი ღამე სიცივეში გარეთ იჯდა, მშიერია. არ მაინტერესებს. გესმის? არ მაინტერესებს, არა. არ მაინტერესებს მას. სად მიმათრებ, თვითონ წამოვალ. მოკეტე. გეთქვა მიწაზე დაწექიო და დავწვევოდი ხელს, რატომ კრავ? ძმაო, ეს ნაბიჯვარი აქედან გაქცევას და ცოლის მიტოვებას აპირებდა. აი მტკიცებულება. შეხედე. გულენდამის წაყვანასაც აპირებდი? არა, თქვენ მე გამაგიჟებთ. გულენდამი ჩემი ცოლია. აქედან წავალთ, ერთად წავალთ. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. შეიძლება ავდგე? ჩემს ცოლ-შვილს არასდროს მივატოვებ, მაგრამ აქ ვერ დავრჩები. ცემენ, თითებს მაჭრიან, იატაკზე მახოხებენ. მომბეზრდა, მოკეტე. გჯერათ თუ არ გჯერათ, ჩემი ცოლი მიყვარს. ჩვენ ოჯახი გვაქვს. ის ერთადერთია, ვინც გამაჩნია. ის ჩემთვის ფასდაუდებელია. მის გარეშე არსად წავალ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. დაიმახსოვრეთ. შენი გულწრფელობის პირველად მჯერა. ძმაო, მას უჯერებ? ამიტომ არ მოგკლავ, მაგრამ რა? კიდევ ერთიც მომჭრი თუ სხვა რამეს მოიფიქრებ? არ მოგაჭრი. იმიტომ რომ სამუდამოდ წახვალ აქედან. და სად წავალ? წახვალ და აქ აღარასოდეს დაბრუნდები. ჩემს და სამუდამოდ დაივიწყებ. ისე გაქრები, თითქოს არც არსებობდი. არა, არავითარ შემთხვევაში. არსად წავალ. ცოლ-შვილს ვერ მივატოვებ. ახლა უკვე აღარაფრის მეშინია. მომისმინე. თუ ჩემს წინადადებას დათანხმდები, იმდენ ფულს მოგცემ ცხოვრებაში რომ არ გინახავს. ანაკედან სამუდამოდ წახვალ. ახალ ცხოვრებას დაიწყებ და ერთმანეთს აღარასოდეს ვნახავთ. ან მოკვდები. ახლა ვენ უმიპასუხებ. ერთ დღეს გაძლევ.
როცა გადაწყვეტილებას მიიღებ, ფულისთვის მოდი. გასაგებია? შვილო, მოიცადე. მამა ტაქსი გამოიძახა. დარჩი ძვირფასო. შვილო, სად უნდა წახვიდე? დევა, დარჩი მე წავალ. დევა, სად მიდიხარ? გთხოვ. არი ნერვიულად ჩემს თავს მივხედავ. თუ ასე, შენთან ერთად წამოვალ. მარტო ყოფნა მინდა, კარგი? არი ნერვიულო, გთხოვ. მოდი აქ. ძვირფასო, წაგიყვან მაინც. ჩემზე არი დარდო. კარგი? ყოველთვის მაინტერესებდა მამა ჩემი რაგვარი იყო. როგორ გამოიყურებოდა? დედას უფრო ვგავდი თუ მამას? ხშირად მიკითხავს, ვინ ვიყავი? ყოველთვის მჯეროდა, რომ როცა ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვიდი, მარტოობის განცდას სამუდამოდ დამტოვებდა. ახლა ვიცი, რომ დედას ფირუზე ქვია, მამას მუსტაფა, გვარად კი ფეხლივანი ვარ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მუსტაფა. შენ ჩემთვის არაფერი ხარ. არც ოდნით გამოწვეული სიცარიელე შესაძლოა მოივსო, მაგრამ ჩემს გულში უფსკრული გაჩნდა. შენ გამო ჩემი ცხოვრება ნამსხვრევებად იქცა, რომელიც არასდროს გამთილდება. შენმა არ ყოფნა სული და მისახიჭრა. თუმცა შენმა არსებობამ ცხოვრება დამინგრია. ჯობდა შენ შესახებ არასდროს გამეგო. ასეთი სიმართლის ცოდნას არ ცოდნას ჯობს. თუ გონია, რომ აქ საპატიებლად მოვედი, ასე არ არის. აქ მისათქმელად მოვედი, რომ მამა ჩემი იბრაჰიმ ნაქაშოღლუა და ის ყოველთვის მამა ჩემად დარჩება. უკან დამყვები? მამა ჩემის საფლავზე ვიყავი. განქორწინების თაობაზე განცხადება შევიდან. ამიერიდან ჩვენ შორის ეს საფლავია. ასე დაბრკოლებას ვერ გადავაბიჯებთ. ზაფერჰანიმ ძალიან რთული სიტუაციაა, გაკოტრების თაობაზე განცხადების გაკეთება მოგვიწევს. გამოსავალი უნდა არსებობდეს. შეგვიძლია კრედიტორებს გადავადება ვთხოვოთ. რაც უნდა იყოს ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, თუმცა მუნიციპალიტეტი გაგვჭედავს. წაგებული ტენდერის პირობები საკმაოდ მკაცრია. ყველაფერს ვერ დავკარგავ.
არ დავუშვებ, რომ ხალხმა ჩემს გაკოტრებაზე იჭორაოს. ჯანდაბა. იმ გველმა მახეში გამაბა. შეგვიძლია თქვენი ქონება დეპოზიტზე დავდოთ, გაყიდვა აღარ მოგიწევთ. ნაღდი ფული არ იქნება, მაგრამ დროს მაინც მოიგებთ. რა სიტყვით? მე ამას გირჩევთ. ასე მოვიქცეთ. კარგი, ჰანი. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ემრულა. გისმენთ, ჰანი. ემრულა, მუდანში სახლი მომიმზადე. აქედან რომ გამწერენ, იქ წავალ. ჰანი, ის სახლი ძალიან პატარაა, არა კომფორტულად იქნებით. წასასვლელი აღარ მაქვს. თანამშრომლებს ხელფასი და კომპენსაცია ავტომანქანებიდან აღებული ფულით გადაუხადე. შენთვისაც აიღე. ჩემგან ყველას მადლობა გადაეცი. უთხარი რომ ყველას ვლოცავ. კარგი, ჰანი, თქვენ სიტყვებს ყველას გადავცემ, მაგრამ მე არსად წავალ, ვერ დაგტოვებთ. ემრულა, შენ არ მდოვებ. მე გიშვებ. შიშობამ ბრძანების შესრულებას ვერ შევძლებ. თქვენთან ურჩები. ზარი გადის? მაგრამ არ მპასუხობს. რომერთო, სად წავიდა? სად წავიდა? ყველაფერი ჩემი ბრალია. ჯობდა არ მოვსულიყავი. ჯობდა ეს არ მექნა. ჯერ აკეთებ, მერე ნანობ. იფეკ. რა? მართალი არ ვარ? ჩემი და მეწოდება. უსიამოვნებები ამ ქალისგან მოდის. დევა მომწერა. რა მოგწერა? მეგობრის სახლშია, იმ სახლში ჩვენ რომ მივდიოდით, მაგრამ რომ ვერ მივაღწიეთ, გახსოვთ? მაგრამ ის ხომ მიტოვებული სახლია? არა, გზა გაწმენდილია სახლით, წესრიგშია, უკვე მოეწყო. შვილო მის მეგობარს დაურეკე და მისამართი კითხე. მივაკითხოთ. არა, მამა, აზრი არ აქვს. მარტო ყოფნა და ამ ყველაფრის გაანალიზება უნდა. ასე არ არის? გეთანხმები. ასეა. გისმენ, ემრულა. არ მაღამბეი, პრობლემები წარმოიშვა. შეგიძლიათ მოხვიდეთ? შეგიძლიათ? ახლა რა ხდება, ემრულა? ჩვენი კომპანია გაკოტრდა, დედა შენს ყველაფრის გაყიდვა მოუხდა, რათა ვალები გადაიხადა. ემრულა, შენი და დედა ჩემის ხრიკებს უკვე მიჩვეული ვარ. ამ მახეში აღარ გავებმები, გასაგებია? გასაგებია? მიპასუხე. არა, არ მაღანბეი, გთხოვთ, არ გათიშოთ. ეს ხრიკი არ არის, კომპანიის საქმეები ძალიან ცუდად წავიდა. ტენდერის წაგების მერე კი ყველაფერი უფრო გართულდა. დამიჯერეთ. დამიჯერეთ. საქმე ასე სერიოზულად არის? დიახ. მოსვლას შეძლებთ? ის ისევ საავადმყოფოშია. კარგი, მოვალ. სად მიდიხარ? საავადმყოფოში პრობლემები წარმოიშვა. მაინც რა მოხდა? როცა დავბრუნდები, მოგიყვები, კარგი? არა, მეც გამოგყვები. წავიდეთ. მამა სუფრა გაშლილია, სადერიც მზად არის. მიირთვით, არ დაგველოდოთ. კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავით. ვინ ხარ და დედა, ჩემს საიდან იცნობ? დევა. მაბადიე, შვილო. მაბადიე. ახლა უკვე სიმართლე იცი. იმედი მაქვს აღარ მოგინდება იმ ადამიანის ცოლი იყო, ვისაც შენი მშობლების სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ახლა ჩვენ შორის ეს საფლავია. მას ვერ გადავაბიჯებთ. მომენატრები, ჩემო ურჩხულო. რასაკეთებ? არ ვიცი. როგორ მიპოვე? სადაც უნდა იყო ყველგან გიპოვე.
იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, ერთმანეთის პატიებას ვერ შევძლებთ. ვიცი. შენ მამაჩემის მკვლელი ხარ. შენ კი ჩემი მოსისხლე მტრიშვილი. მამაჩემის გამო არ მძულ ხარ. იმ საქციელის გამო მძულ ხარ, ჩემ წინაშე რომ ჩაიდინე. მე კი მიყვარხარ. კეთილი იყოს არმაღან ბეი. გამარჯობა. თუ გინდა შემომყევი. სჯობს მარტო შეხვიდე. მე აქ დავიცდი. გაიგე რაც მოხდა. გავიგე. ყველაფერი დაკარგე. ხო. იმპერია დაეცა. ყველაფრის გაყიდვა მომიწევს. ლონდონის სახლისაც. ჰა. შენი ქმედებების ნაყოფს იმკი. შენ უღელავ. მუდანში პატარა სახლი დაგვრჩება. იქ ერთად ვიცხოვრებთ. ფიქრობ რომ შენთან ერთად ვიცხოვრებ? ეს არ მოხდება. არასდროს. არმაღან. შესაძლოა ქონება დავკარგე, მაგრამ ფეხზე ისევ დავდგები. ნუ ღელა. დედა შენი სიღარიბეში არ გაცხოვრებს. ფიქრობ რომ ფული მაღლებს? ფული არ არის მთავარი. ჯობდა მზრუნველი, მოსიყვარულე დედა ყოფილიყავი. არმაღანის უკვე წარსულია. მიმალავდი დაძმა რომ მყავდა. დევას დედას რაც გაუკეთეს ბოლო წვეთად იქცა. მეტი აღარ შემიძლია. ამ ბოროტებით დავიღალე. საშიში ხალი ხართ ზაფერჰანი. ამიერიდან ჩემს ცხოვრებაში თქვენი ადგილი არ არის. ეს დაიმახსოვრეთ. არმაღან. ვერ მიმატოვებ. არც ეცადო. ყველაფერს მოვაგვარებ. მე და იფექი საზღვარგარეთ წავალთ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. მას როგორ უნდა ენდო? რატომაც არა? ერთმანეთი გვიყვარს. გონი მას უყვარხარ? ეს იმიტომ გითხრა რომ არ წასულიყავი. ამის სანაცვლოდ კი დევას ქორწილი ჩავშალე. მას არ უყვარხარ? მე უკვე ყველაფერი ვიცი. უგელავთ. იფექმა ყველაფერი მიამბო. გულწრფელად. არა იმიტომ რომ მათი ქორწინება ჩაეშალა, არამედ იმიტომ რომ უყვარვარ. არმაღან. იმ გოგომ გონება მოგიწამლა. მას შენი ფული სჭირდება. მას არ უყვარხარ. შენი მდგომარეობის, შენი სიმდედრის გამოა შენთან. მართლა? რომელი სიმდიდრის გამო? ჩვენ არაფერი გვაქვს. ღმერთმა დაგწყევლოს გულჯემალ. წეული მციყოს ის დღე, როცა ქალაქში დაბრუნდი. ყველაფერი შენი ბრალია. შენი ბრალია.
დევა რომ არ დაბრუნდეს? რა სისულელია იფექ, როგორ თუ არ დაბრუნდეს? ეს მისი სახლია, უბრალოდ გონს მოსვლა სჭირდება. ხო, ეს მისი სახლია, მაგრამ როცა ჩემოდან სალაგებს საქმე სერიოზულად არის. მიზეზი აქვს იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს. დევა? შვილო. როგორ მიხარია შენი დანახვა? შვილო, სახლში შემოდი. მოდი, შვილო. მოდი, დაჯექი. მოდი. მოდი. გამარჯობა, შვილო. მადლობა ღმერთს. მე ხელს არ შეგიშლით. დარჩი. დაჯექი, უნდა ვილაპარაკოთ. გმადლობ, შვილო. ჩემი მოსმენა რომ მოისურვე. არაფრის თქმა საჭირო არ არის. შენი ახსნა განმარტებები არაფერ შემჭირდება. რაც მოხდა, მოხდა. აღარაფერი შეიცვლება. მართალი ხარ. ასეა. ეს არის სამუდამოდ წამოვედი იმ ადამიანისგან, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. გული ძალიან მტკივა. თითქმის იგივეს განვიცდი, რაც დედაჩემის გარდაცვალების დღეს განვიცადე. მაგრამ ესეც გაივლის. ყველაფერი დაალაგდება. ფეხზე დავდგები. გავუძლებ. ბევრი ტკივილი მოგვაყენე. შენზე გაბრაზებული ვარ. რომ ცვეცადო მაინც ვერ გაბადიებ. დღეს არა. მაგრამ შესაძლოა ეს ოდესღაც შევძლო. მესმის. მუსტაფა ფეხლივანის საფლავზე ვიყავი. მინდა გაგიმეორო ის, რაც მას ვუთხარი. ბევრი წელი ვკითხულობდი, ვინ იყო მამა ჩემი. მაგრამ როცა მამას ვახსენებ, თვალწინ მხოლოდ ერთი სახე მიდგება. შენი. მამა ჩემი შენ ხარ. ეს ხომ იცი? შენ ყოველთვის გვერდში მედექი. პრობლემების მოგვარებაში მეხმარებოდი. სულ ჩემთან იყავი. მამა ჩემი შენ ხარ, გესმის? ძალიან მიყვარხარ. მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ. შენ კი ჩემი შვილი ხარ. ამას ვერაფერი შეცვლის. ხედავ აქ იმისთვის მოხვედი, რომ გვატირო. მე გადაწყვეტილება მივიღე. ერთ კვირაში მივემგზავრები. რა? სად? შვილო, შენი სახლი აქ არის, წასვლა რა საჭიროა? ვიცი, მაგრამ მინდა ცხოვრება თავიდან დავიწყო. ახალ ადგილას. მინდა ეს ყველაფერი წარსულში დავდოვო. და წინ ვიარო. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიძლება. გთხოვთ პატივისცეთ. ამისთვის მზად ვარ. მინდა გვერდში დამიდგეთ, თორემ გამიჭირდება. გვერდში დამიდექით.
როგორც იქნა დაბრუნდი. თქვი რისი თქმა გინდა და წადი. ჩემს ხვარს მოსაფიქრებლად ერთი დღე მიეცი. დრო ამოიწურა. შენს შემოთავაზებას არ ვიღებთ. ეს შეთავაზება მისთვის იყო და არა შენთვის. ეს მნიშვნელოვანი არ არის. შესაძლოა ამას ვერ ეგუები, მაგრამ ჩვენ ოჯახი ვართ, ძმაო. ჩემი ოჯახის დანგრევის უფლებას კი არ მოგცემ. გულენდა, მამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. კარგად არ ვარ. არა, ამაზე ახლა ვილაპარაკებთ. თუ ჩვენს დახოცვას აპირებ, ახლა დაგხოცე, რადგან მალე ამ სახლს დავდოვებთ. მე რომ გაგიშვენ თუ ამ ნაძირალასთან ერთად წახვალ. ან სად იცხოვრებთ? ვიცხოვრებთ. დედასთან წავალ.